გზების ანთება ბავშვებში. პედიატრი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილია სატელეფონო ხაზზე. მოგესალმებით, ქალბატონო ინგა. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და ყველა დედიკოს ბულოცავ დედის დღეს. მადლობა. ბედნიერები, ჯანმრთელები და ყოველთვის იყვნენ თავიანთი პატარა შვილიკოების სიყვარულში და მათ სამსახურში. დიდი მადლობა ქალბატონო ინგა, ჩვენს გილოცავთ და რაც შეეხება დღევანდელი საუბრის თემას, ძალიან ასეთ გავრცელებული დაავადება, მოდით ასე ვთქვათ, საშარდე გზების ანთება, ხშირად გვწერენ მშობლები და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს და მოდით უპირველეს ყოვლისა ჩვენს მსმენელს უთხრათ თუ რას ნიშნავს საშარდე გზების ანთება. კი ბატონო, დაგეთანხმებით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი ინფექცია, ხშირი ბაქტერიული ინფექცია ბავშვთა ასაკში. საშარდე გზების ინფექცია არის მდგომარეობა, როდესაც ბაქტერიები ხვდებიან შარდ-სასქესო სისტემაში და იწვევენ ანთებით პროცესს. ეს ბაქტერიების მოხვედრა შეიძლება სხვადასხვა დონეზე მოხდეს და ანთების განვითარება სხვადასხვა დონეზე. შეიძლება მოხდეს შარდსადენში და განვითარდეს ეგრეთ წოდებული ურეთრიტი, შარდის ბუშში და განვითარდეს ცისტიტი. და ყველაზე რთულ ფორმას წარმოადგენს უკვე ბაქტერიის მოხვედრა თირკმელებში და იქ მათი აქტივაცია, როდესაც ხდება პიელონეფრიტის გამოწვევა. ეს არის ყველაზე სერიოზული ფორმა საშარდე გზების ინფექციის. კი ბატონო, და ზოგადად რაც შეეხება სიმპტომებს, რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას? მოდით ნინო ჯერ მიზეზზე ვიტყვი, რამოდენიმე სიტყვით. რა არის მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი? მთავარი გამომწვევი მიზეზი მაინც 80-90%-ში არის ბაქტერია, ეგრეთ წოდებული ეშერიხია კოლი. მას სხვადასხვა რისკ ფაქტორები აქვს ამ დაავადების განვითარებას. ეს არის არასრულფასოვანი, არასრულყოფილი ჰიგიენა, საფენის ხანგრძლივი ტარება ბავშვებში. ეს შეიძლება იყოს შეკრულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეგრეთ წოდებული ყაბზობა. შარდის შეკავების ჩვევა, მოგეხსენებათ, რომ ბავშვებს ხშირად აქვთ ხოლმე შარდის შეკავების ჩვევა და აქედან გამომდინარე ბიძგი ეძლევა ამ ინფექციის განვითარებას. თანდაყოლილი ანომალიები სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს რეფლუქსი, როდესაც შარდის ბუშტიდან უკანა ისროლება შარდი თირკმელებისკენ. არასრული შარდვა ზოგჯერ ბავშვებმა ძალიან სწრაფად იციან წამოდგომა და არ ამთავრებენ ამ პროცესს. იმუნიტეტის დროებითი დაქვეითება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა ვირუსულმა ინფექციებმა და გოგონებისთვის დამახასიათებელია ანატომიური თავისებურება, მოკლე ურეთრა, შარდსადენი და აქედან გამომდინარე ინფიცირება უფრო ხშირია, იმიტომ რომ ბაქტერია ძალიან მარტივად ადის საშარდე გზებში ხვდება. სიცოცხლის პირველ წელს ბიჭებში უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში, შემდეგ ასაკში უკვე გოგონებში ჭარბობს ეს დაავადება. განსაკუთრებით საყურადღებოა სიმპტომები და მისი დიაგნოსტიკა შვილებში 0-დან 12 თვემდე, იმიტომ რომ სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია და ძალიან ხშირად ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს მაღალი ტემპერატურა, თუმცა ამ მაღალი ტემპერატურის მიზეზი არ ჩანს. აქვე შეიძლება იყოს ცუდი კვება, ანუ ბავშვი ანებდეს კვებას თავს, ხშირად ჰქონდეს ღებინება, იწყებდეს წონაში კლებას, იყოს გაღიზიანებული, ძილად მიშვებული და შარდს ჰქონდეს ესეთი სპეციფიური მძაფრი სუნი. ან პირიქით სუნი საერთოდ არ ჰქონდეს. და ხშირად ერთადერთ სიმპტომს სწორედ აი ცხელება წარმოადგენს 0-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში. შედარებით უფროს ბავშვებში გვაქვს ხოლმე ხშირი შარდვა, შარდვისას წვათ კივილი და ამას ბავშვები უკვე თვითონ ჩივიან, ეს მოვლენები, შარდის შეუკავებლობა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უკვე შეჩვეულები არიან ამ აქტს, მაინც აქვს შარდის შეუკავებლობა, ხშირად უჩივიან მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილს, ან წელის არეში ტკივილს, ცხელება, რა თქმა უნდა, ამათვისაც დამახასიათებელია და მღვდრია ესეთი უსიამოვნო სუნის შარდი. კი ბატონო, აი რაც შეეხება ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას, ეს არის თუ არა საშარდე გზების ინფექციის არსებობის უტყუარი, ანუ მეთოდი.
დიახ. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს მაინც წარმოადგენს შარდის საერთო ანალიზი. სადაც ყურადღებას ვაქცევთ ლეიკოციტების არსებობას, ნიტრიტების არსებობას, ბაქტერიებს, ლეიკოციტურ ესტერაზას და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი ოქროს სტანდარტი, მაგრამ როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა და ის მაჩვენებლები, რომელიც მე ჩამოვთვალე, შეცვლილია, რა თქმა უნდა, კეთდება უკვე შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა. აუცილებელია ამ შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად და იმისათვის, რომ განსაზღვროთ მგრძნობელობა ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ. უნდა მოახერხოთ აუცილებლად შარდის სწორად აღება, სასურველია შუა ნაკადის შარდი ავიღოთ უფროსებში და ხშირად იღებენ ხოლმე საფენიდან შარდს, რომელიც სანდო არ არის დიაგნოსტიკისთვის. ისიც ხშირად ამბობენ მშობლები, რომ აი საფენიდან გამოვწურე, ან დაუშვათ საფენზე დავუდე ბამბა და ბამბა გავწურე და ასე ავუყე შარდი. ეს რა თქმა უნდა დიაგნოსტიკურად სანდო არ არის. ვაკეთებთ დამატებით კვლევებს აგრეთვე ეს არის თირკმელების და საშარდე ბუშტის ეკოსკოპიური კვლევა, რა თქმა უნდა სისხლის საერთო ანალიზი რუტინულად აქაც აუცილებელია. კი ბატონო, აი თირკმელები ახსენეთ და თირკმლის ინფექციის დიაგნოსტიკა როგორ ხდება? თირკმლის ინფექციის დიაგნოსტიკაც ზუსტად აი შარდის საერთო ანალიზით ხდება, ეს არის მისი ოქროს სტანდარტი და ბაქტერიოლოგიური კვლევა. და ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზის დასმა, იმიტომ რომ არ მოხდეს შემდგომში ასე ლატენტურად მიმდინარეობის შემთხვევაში თირკმლის ქსოვილის დაზიანება, ამას შემდეგ ახლავს ხოლმე არტერიული ჰიპერტენზიები მომავალში ვამბობ მე და არა დაუშვათ ბავშვთა ასაკში და თირკმლის ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბება. ამიტომ ნებისმიერი გაურკვეველი ცხელების შემთხვევაში პატარა ბავშვთან თუ გვაქვს ცხელება და არ არის სხვა სიმპტომი, არ არის არანაირი სასუნთქი სისტემისთვის დამახასიათებელი, ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებლად ვაკეთებთ შარდის ანალიზს. ბავშვებში მოგეხსენებათ, რომ უმიზეზო ცხელება არ არსებობს და თუ გვაქვს უმიზეზო ცხელება ყოველთვის მოითხოვს ეს შარდის ინფექციის გამორიცხვას და დროული ინფექცია დაიცავს რა თქმა უნდა თირკმელს მთელი სიცოცხლე დროული დიაგნოსტიკა მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაიცავს თირკმელს დაზიანებისაგან. დიახ და რაც შეეხება მკურნალობას, როგორ უმკურნალოთ საშარდე გზების ინფექციას? საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში ნომერ პირველი ეს არის ანტიბიოტიკოთერაპია. როგორც უკვე გითხარით, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება ხდება ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევაზე და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დადგენის შემდეგ, იმიტომ რომ ზუსტად მოვარგოთ ანტიბაქტერიული პრეპარატი იმ ბაქტერიას, რომელიც არის საშარდე გზების ინფექციის გამომწვევი, ძირითადად მაინც ანტიბიოტიკოთერაპია, დანარჩენი ყველაფერი უკვე სიმპტომურად. გასაგებია და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში რა გართულებას ველოდოთ? დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თირკმლის ქსოვილის დაზიანება, რომელსაც შეიძლება მოყვეს შემდეგ, როგორც თქვი, არტერიული ჰიპერტენზია და რა თქმა უნდა ეს მწვავე პროცესი შეიძლება დროთა განმავლობაში ქრონიკულ თირკმლის დაავადებაში გადაიზარდოს. და აქედან გამომდინარე, ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ არ უნდა დავაგვიანოთ, თუ ბავშვთან გვაქვს ცხელება, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთან 0-დან 12 წლამდე სიმპტომოდ მიმდინარე ცხელება, აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი. დიახ და საინტერესოა განმეორებითობა თუ ახასიათებს საშარდე გზების ინფექციას. განმეორებითობა ახასიათებს შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ არის რეფლუქსი და დროულად ვერ დადგინდა რეფლუქსი, ანუ მაშინ, როდესაც შარდის ბუშტიდან, ან უფრო ქვედა საშარდე გზებიდან ზემოთ გადაიტყორცნება თირკმელებისკენ შარდი, უფრო ამ შემთხვევაში და შესაძლოა იმუნიტეტის მკვეთრი დათმობის შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს განმეორებითი ვირუსული ინფექციები ხშირად მოავადია, ან შეიძლება რაიმე პრემორბიდული ფონი აქვს სხვა ფონური დაავადება, ამ შემთხვევაში მოხდეს, თორე ეს აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა. და ჩვენი საუბრის დასასრულს როგორ ავიცილოთ თავიდან საშარდე გზების და თირკმლის ინფექცია?
ამაზე რო საშარდე გითხრათ. გზების და ცირკმლის ინფექციის თავიდან აცილება ხდება ზუსტად იმ მიზეზების და იმ გამომწვევი რისკ ფაქტორების თავიდან არიდებით, რომელიც ეღან ჩამოვთვალე. აუცილებელია ბავშვის სრულყოფილი ჰიგიენა ყოველთვის დეფიკაციის შემდეგ აუცილებლად უნდა დაუბანოთ ბავშვი და ეს დაბანვა უნდა მოხდეს სწორად ხელის მოძრაობით ამ შემთხვევაში ქვემოდან ზემოთ. საფენის ხანგრძლივი ტარება არ შეიძლება დღის განმავლობაში საფენი უნდა გამოიცვალოს რამოდენიმეჯერ კი არა ბევრჯერ ასეთ შემთხვევაში 3 საათში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოს საფენი თავიდან უნდა ავირიდოთ შეკრულობა ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის ჩვევა რომ ბოლომდე მოახდინოს ეს აქტი თანდაყოლილი ანომალიები, რაც თქმა უნდა, ვიზიტის დროს ექიმმა სრული სკრინინგი უნდა ჩაუტაროს ბავშვს, რომ გამოვრიცხოთ ვეზიკულურ-ეთრული რეფლუქსი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ყურადსაღებია თავიდანვე და თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, თავიდან ავირიდებთ საშარდე გზების ინფექციებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა ასეთი საინტერესო საუბრისთვის, საჭირო რეკომენდაციებისთვის. ვუსურვოთ ჩვენს პატარებს ჯანმრთელობა. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, პატარასაც და დიდს. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი. ვისაუბრეთ საშარდე გზების ინფექციაზე ბავშვებში. რადიო იმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. მე მალე დაგიბრუნდებით.